მოგესალმებით, მონეკარი პლავ ტელეკომპანია პულსის ეთერშია. მე დღეს ძალიან საინტერესო გადაცემა მინდა შემოგთავაზოთ, ძალიან საინტერესო და საპატივცემულო სტუმართან ერთად. დღეს მონეკარს სტუმრობს ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი მერაბ კოკაია. ბატონ მერაბ, მოგესალმებით. ძალიან დიდი ხანია ველი ამ გადაცემის ჩაწერას. და დიდი მადლობა გადაგიხადოთ პირველ რიგში სტუმრობისთვის და იმ გამოყოფილი დათმობილი დროისთვის, რადგან თქვენი დრო ყოველთვის ლიმიტირებულია, როგორც ვიცი, საქართველოში ყოფნის დროს. მე გადავხედეთ თქვენს ბიოგრაფიას და განსაკუთრებული გრძალვა და პატივისცემა მიჩნდება ხოლმე ადამიანების მიმართ, რომლებიც არასოდეს არ წყვეტენ კავშირს თავის სამშობლოსთან. როგორც ჩემს ცნობილი გახდა, თქვენი ესეთი ბაზისური განათლება მაინც საქართველოში მიიღეთ. ასპირანტურაც კი საქართველოში დაამთავრეთ პირველად და შემდეგ უკვე ესე იგი გქონდათ ერთჯერად ესე იგი მიწვევით თუ როგორც გაცვლითი პროგრამებით შვედეთში ყოფნა და შემდეგ უკვე დაბრუნდით ისევ როგორც მახსოვს გააკეთეთ სადოქტორო დისერტაცია საქართველოში და მე უკვე დაბრუნდით შვედეთში და იქ აგრძელებთ დღემდე და ხართ ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ძალიან საპატივცემულო ადამიანი, ვიც ძალიან ბევრი შრომები გაქვთ, არაერთი პატენტის ავტორი, რაც ძალიან საამაყო ქართველებისთვის. ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული აქცენტი, რაც თქვენ ბიოგრაფიაში ვნახე, არის ის, რომ 2011 წლიდან თქვენ პლავ თანამშრომლობთ საქართველოსთან და ზრდით სტუდენტებს. ჩემთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხოლმე ადამიანი რას აკეთებს თავის სამშობლოს, მას შემდეგ რაც ის წარმატებული ხდება სხვაგან, იმიტომ რომ მაინც საბოლოო შემში სამშობლო ერთი გვაქვს, ამიტომ აქ უნდა შევიკრიბოთ ყველა. მე მინდა თქვენ ორიოდე სიტყვით, ესე ვიცი, თქვენი კარიერის და თქვენი საქმიანობის შესახებ გავაწვდით ჩვენს მაყურებელს და შემდეგ უკვე შევჩერდეთ და გადავიდეთ თემაზე, რომელიც ჩვენ უკვე ჩამოყალიბდით, რომელზეც ჩვენ გვინდა რომ ვისაუბროთ. კი ბატონო, მაშინ უნივერსიტეტი დაამთავრე, რა თქმა უნდა, თბილისში 73 წელს და იმავე წელს ჩავაბარე, უბრალოდ 73 წელს დავიწყე და 78-ში დავამთავრე და იმავე წელს ჩავაბარე ასპირანტურაში და ჩემი ხელმძღვანელი იყო ბატონი ვაჟა ოკუჯავა. გასცანებთ. და არაჩვეულებრივი მენტორი იყო, როგორც პიროვნება, ისევე როგორც მეცნიერი, მოგეხსენებათ. და მას ჰქონდა ლაბორატორია ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი ერქვა მაშინ გოთუას ქუჩაზე და იქ დავიწყეთ მუშაობა ეპილეფსიაზე, რადგან ბატონი ვაჟა ეპილეფსიაზე მუშაობდა და იმის მერე, ესე იგი, ვაგრძელებ სულ ეპილეფსიაზე მუშაობას. საკანდიდატო დისერტაცია მაშინ ჯერ კიდე საბჭოთა კავშირი იყო 93 წელს დავიცავი და შემდეგ მოხდა ისე რომ საბჭოთა კავშირს ჰქონდა გაცვლითი პროგრამა შვედეთთან და ეს გაცვლითი პროგრამა ითვალისწინებდა სხვადასხვა სფეროს სტუდენტების და მეცნიერების და დაახლოებით 6 ადამიანი ყოველწლიურად ჩადიოდა შვედეთში და 6 ადამიანი შვედეთიდან ჩამოდიოდა საბჭოთა კავშირში ამ გაცვლითი პროგრამით და ამას აფინანსებდა ორივე მხარე. ხო და გამიმართლა და ამ პროგრამაში მოვხდი, ასე ვთქვათ და მე ძალიან მაინტერესებდა თავიდანვე ლუნდის უნივერსიტეტი შვედეთში, იმიტომ რომ იქ ხდებოდა პარკინსონის დაავადებაში ნერვული უჯრედების გადანერგვა. და ეს იყო მაშინდელი, ასე ვთქვათ, გადანერგვის, თავის ტვინის უჯრედების გადანერგვის წამყვანი ცენტრი. ეს იყო პროფესორები ანდრეს ბირკლუნდი და ულე ლინდვალი. და ამათ მიყავდათ ეს პროგრამა. მანამდე ჩემ ჩასვლამდე ერთი ქართველი იყო კიდე იქ ჩასული, ასეთივე სტაჟირებით, ირაკლი კიკვაძე, რომელიც ერთი წელი დაყო იქ და ირაკლი როდესაც დაბრუნდა, ესე იგი, შემდეგი ასე ვთქვათ, მეცნიერი, რომელიც საქართველოსდან ჩავიდა, ეს მე ვიყავი და პრინციპში გავაგრძელე ის კვლევა, რასაც ირაკლი აკეთებდა და მაშინ აი ზუსტად პროფესორმა ოლე ლინდვალმა დაიწყო ეპილეფსიაზე მუშაობა გადანერგვებით, თავის ტვინის უჯრედების გადანერგვებით. ეს იყო ემბრიონალური ქსოვილის უჯრედების გადანერგვა და ამ სამუშაოში ჩავერთო. ერთი წელი ვიმუშავე, რამდენიმე სტატია გამოქვეყნდა. მე დაბრუნდი ისევ თბილისში, საქართველოში. აქ დავიცავე სადოქტორო დისერტაცია 91-ში. თუმცა მანამდე მოკლე პერიოდით ისევ შვედეთში ვიყავი, რომ გამეგრძელებია ის პროექტები, რაც დავიწყეთ და შემდეგ დაცვის შემდეგ ამ სადოქტოროს ისევ საბჭოთა კავშირი იყო მაშინ. ამ საბჭოთა კავშირის დოქტორის დაცვის შემდეგ ისევ ჩავედი შვედეთში 6 თვით რომ ასევე გამეგრძელებია ის პროექტები, რომლებიც მიმდინარეობდა ჩვენ თანამშრომლობა ჰქონდა ამ ულე ლინდვალთან ეპილეფსიასთან დაკავშირებით. მაგრამ ისე მოხდა, რომ 91-ში მოგეხსენებათ, დაიშალა საბჭოთა კავშირი
და ყველანაირი დაფინანსება მოისპო. ცენტრალური იყო ეს ხო მოსკოვიდან მოდიოდა ყველანაირი დაფინანსება. და ამდენად მომიწია გამეგრძელებია ეს 6 თვის მაგივრად კიდევ ცოტა და ყოველთვის ფიქრობდი რომ უნდა დაბრუნებულიყავი აუცილებლად საქართველოში, მაგრამ ეს არ ხერხდებოდა, იმიტომ რომ ფაქტიურად რომ დაბრუნებულიყავი კვლევისთვის უნდა თავი დამენებებია, იმიტომ რომ დაფინანსება არანაირი არ იყო. დიახ. და რაღაც ხომ უნდა მეკეთებია. და ეს ჩემთვის ცოტა ძნელი გადასაწყვეტი იყო, ამიტომ ვაგრძელებდი იქ დარჩენას და იქ ყოფნას. და ასე ნელ-ნელა გამოვიდა რომ 35 წელი ფაქტიურად დავრჩი შვედეთში და იქ გავაგრძელე. ძალიან გაუმართლა შვედებს. ძალიან. მეც გამიმართლა ალბათ და ეხლა აქედან გადასახედიდან პრინციპში ძნელი იყო, მაგრამ არ ვნანობ, იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო მეცნიერული კვლევები მიმდინარეობდა მაშინ ეპილეფსიაში და ამ უჯრედების გადანერგვით და ასე შემდეგ და საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემი, ასე ვთქვათ, იქ დარჩენა და დაახლოებით 98 წელს უკვე მივხვდი რომ ალბათ ძალიან ძნელი იქნებოდა დაბრუნება და გადავწყვიტე რომ ასე ვთქვათ იქ მაინც გამეგრძელებია ეს კვლევები იქ მივიღე დოცენტის წოდება, შემდეგ პროფესორის წოდება და ჩემი კვლევითი ჯგუფი მყავდა, მე ხელმძღვანელი გახდით შემდეგ როგორც მე ვნახე ეს ხელმძღვანელი 2013 წელს დავაარსე ეპილეფსიის ცენტრი ლუნდის უნივერსიტეტში, რომელსაც ხელმძღვანელობდი და ეხლაც ნაწილობრივ ხელმძღვანელობ და აი ასე აიწყო ჩემი ცხოვრება სამეცნიერო და პირადი, მაგრამ ვცდილობდი ყოველთვის რომ საქართველოსთან მქონდა კავშირი. და ეს გამოიხატებოდა თანამშრომლობაში, მაგრამ ასევე გარკვეულწილად ლექციების კითხვაში და სტუდენტებთან ურთიერთობაში. საქართველოსთან ყავდა რამდენიმე სტუდენტი, ერთ-ერთი ჩემი ასე ვთქვათ დოქტორანტი იყო ავთანდილ ნანობაშვილი, რომელიც ჩემი ძალიან ახლო მეგობრის და თანამშრომლის ბესო ნანობაშვილის, პროფესორი ბესო ნანობაშვილის შვილი გახლდათ, რომელიც ჩამოვიდა შვედეთში და იქ დაიცვა. ეხლა სად არის? და ეხლა შვედეთში არის. და რამდენიმე ასე სხვა სტუდენტები. ანუ იქაც ხელს უწყობთ და აქაც ეხმარებით. იქაც ყავდა, დიახ, და აქაც ასე იგი ლექციებს კითხულობდა. მაქვს თანამშრომლობა ბატონ რევას სოლომონიასთან, რომელიც ძალიან საპატივცემულო ადამიანთან გიზრდები ბატონ. დიახ, და უკვე რამდენიმე სტატია გამოვაქვეყნეთ ერთად და ვაგრძელებთ ამ თანამშრომლობას, საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა და ამის მოწვეული პროფესორის სტატუსით თქვენ ილიაონის უნივერსიტეტში კითხულობთ ლექციებს. და ამდენად ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ეს ურთიერთობა მაქვს და სტუდენტებთან მაქვს ურთიერთობა და ასევე საერთო კვლევა გვაქვს. საინტერესო და თავბრუდამხვევი წარმატება. ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო ბიოგრაფია ნამდვილად. მე ვფიქრობ ხოლმე, რომ არაჩვეულებრივი ქვეყანა ერთ შეხედვით ახლა შვედეთი და ნამდვილად შესაშური და ვთქვათ, აი მე რაც სამეცნიერო ნაწილს შეხება მქონდა კითხა ერთად განცემის დაწყებამდე, მაგრამ მზის გარეშე როგორ ძლebdით, აი გარე საქართველოსთან წასული, მზის ქვეყნიდან წასული ადამიანი, სადაც ჩვენთან ამდენი მზე და სითბოა და უცებ აი რაღაც მე მეგონა რომ მე საქართველოს გარეშე ვერ წარმომდინარე, ვერასოდეს ცხოვრება და მეორე მომენტი როცა ესეთი ადრე ღამდება და გიჭირდათ თუ თქვენ იმდეს მუშაობდით რომ გარეთ არც კი ხვდებოდით ხოლმე უფრო შეიძლება ალბათ. ხო, თავიდან რა თქმა უნდა ძნელი შესაჩვევია ჩემთვის ერთ-ერთი კულტურული შოკი იყო შვედეთში, როდესაც ზაფხულში მზე გამოვიდოდა და დღეები შვედეთში ზაფხულში საკმაოდ გრძელია. ყველა შვედი, ვინც იქ ცხოვრობდა, გადიოდა და მზეს ეფიცხებოდა. არ ჩანდა და მაინც. ბატონო? არ ჩანდა თუ ჩანდა? არა, როგორ არ ჩანდა და მზეზე. ყველა ეფიცხებოდა მზეს. და ჩემი ბუნებრივი რეაქცია იყო, რომ ჭრდილში დამდგარიყავ, იმიტომ რომ საქართველოში მზე როდესაც არის, ერიდები მზეს. და იქ დაენატრება. მე ვიყავ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ჭრილში იდგა, დანარჩენი ყველა მზეში. მე ნელ-ნელა მივხვდი, რატო ხდებოდა ეს, იმიტომ რომ მართლაც ნაკლებად არის მზე, ზამთრის განმავლობაში. ზაფხული პერიოდი, ხო? ზაფხული და მზიანი პერიოდი ხანმოკლეა.
სხვა შორის ბევრს აქვს პრობლემა, განსაკუთრებით აი D ვიტამინის ნაკლებობა ემართება თქვენ საქართველოსთან და საერთოდ სამხრეთიდან ჩამოდის. ამიტომ საჭირო ხდება D ვიტამინის სუპლემენტაცია. კი. მაგრამ ხო ცით ყველაფერს ეჩვევა ადამიანი და ადაპტაცია ხდება. ხო, სადაც ადამიანს აქვს თავისი შესაძლებლობის შესაბამისად რეალიზების საშუალება, რასაკვირველია, ეს უნდა გამოიყენოს როგორც შეიძლება. ეხლა მე ასეთი არასწორი პატრიოტიზმიც არ მესმის, რასაკვირველია, ყველა უნდა წავიდეს და განვითარდეს. უბრალოდ კავშირი არ უნდა გაწდეს მერე და რაღაცა ის უნდა ჩამოიტანოს საქართველოში, უნდა ეცადო ყოველ შემთხვევაში რაღაცა დოზებით მაინც ცოტა განვითარდეს. არჩევთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ აი ეს რაც მინდოდა მეცნიერებაში მეკეთებია, რომ იმის საშუალება მქონდა. მქონდათ ეს არის. შუდეთში და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა. ეხლა ჩვენ როგორც ესე იგი შევთანხმდით, ავარჩიეთ თემა ისევე ეპილეფსია და გენური თერაპია, რომელიც ეხლა არის აი ბოლო სიტყვა. და თქვენ მიმართულებით, მე როგორც ვნახე სტატიები გაქვთ უამრავი, აი ამ თქვენი მოღვაწეობის პერიოდში 200-ზე მეტი სტატია ალბათ, ხო? მე წავიკითხავთ. ხო არ მეშლება, უფრო მეტი ხო არა? დიახ და ძალიან ბევრი პატენტი, რაც მე თვალი გავადევნე, ეს იყო უსაშუალოდ დიდი რაოდენობა. აი ამ პატენტებსაც რაოდენობაც პირველ რიგს მინდოდა მეკითხა, რომელიმე გადავიდა თუ არა ქმედებაში, იმიტომ რომ შეიძლება არის ხოლმე რომ თქვა ბიოლოგები აგნებენ რაღაც არაჩვეულებრივ სიახლეებს, მაგრამ კლინიკაში ტრანსლაცია ხდება უფრო გვიან, ან ხანდახან არ ხდება და ასე შემდეგ. აი რომელიმე თქვენი პატენტი უკვე ტრანსლირებულია კლინიკურ პრაქტიკაში. თითქმის ჩემთვისაც ეს ახალი სფერო იყო, იმიტომ რომ არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც საერთოდ ძალიან რატომღაც არ არის პოპულარული პროცესი, ასე ვთქვათ, პატენტების საშუალებით ტრანსლაციის გაკეთება. ამერიკაში უფრო მიღებულია ეს კვლევების შედეგების დაპატენტირება, ასე ვთქვათ. მაგრამ მოხდა ისე რომ პაციენტებთან ძალიან ახლოს ვიყავით, იმიტომ რომ ჩვენი კვლევა ჰოსპიტალში ხდებოდა. ეს ყველაზე კლასიკური მაგალითია ლუნდის უნივერსიტეტი, როცა ეს იქვია კვლევა და იქვია კლინიკა, ეს ძალიან მაგალითია. ეს ბიომედიცინის ცენტრი, სადაც ჩვენი ეპილეფსიის ცენტრი არის, ასევე მოთავსებული. ქუჩის გადაღმა, ასე ვთქვათ, დიდ სამხრეთში ყველაზე დიდ ჰოსპიტალთან და ძალიან მჭიდრო, ასე ვთქვათ, ურთიერთობა და მჭიდრო კავშირები არის ექიმებთან, რომლებიც პაციენტებს მკურნალობენ და ეს ექიმები გადმოდიან, ასე ვთქვათ, ამ ბიომედიცინურ ცენტრში აკეთებენ კვლევებს, თანამშრომლობა გვაქვს და ამდენად ძალიან ახლოს ვიყავით პაციენტებთან და აქედან გამომდინარე ზოგიერთი ის აღმოჩენა, რომელიც ჩვენ გქონდა, გადავწყვიტეთ, რომ ასე ვთქვათ, გაგვევითარებია იმ მიმართულებით, რომ მომხდარიყო ტრანსლაცია და ამისთვის ერთ-ერთი გზა არის ეს პატენტის შექმნა და შემდეგ გარკვეულწილად ალბათ სხვადასხვა ფირმების ჩარევა იმისათვის, რომ დაფინანსება მოხდეს ფარმაცევტული ფირმების, რომ მოხდეს დაფინანსება ამ ტრანსლაციის და აქედან გამომდინარე დავიწყეთ ამ პატენტების, ასე ვთქვათ, მომზადება და გაგზავნა და ზოგიერთ შემთხვევაში წარმატებულად მოხდა ეს ამბავი. ეხლა რაც შეეხება ტრანსლაციას, ერთ-ერთი ასეთი პატენტი, რომელიც დაფუძნებული იყო ეპილეფსიის გენურ თერაპიაზე, განსაკუთრებით მათივის მკურნალობაც ძნელია და არ ხერხდება და ამაზე ალბათ ვისაუბრებთ კიდევ მოგვიანებით. მათთვის, რომ ეს ასე ვთქვათ, რაღაც ახალი მიმართულება მისაწვდომი ყოფილიყო. ეს მართლაც დაპატენტდა, ამის საფუძველზე ჩამოყალიბდა ერთ-ერთი ფარმაცევტული ფირმა, რომელიც ცდილობდა, რომ განევითარებინა ეს პრეკლინიკური კვლევები იმისათვის, რომ მომხდარიყო ტრანსლაცია და ფაქტიურად ძალიან ახლოს ავართ ახლა მისული იმ მომენტამდე, რომ უკვე უნდა დაიწყოს კლინიკური კვლევები. და ამისათვის საკმაოდ დიდი დაფინანსება არის საჭირო და აი ვეძებთ პარტნიორებს იმისათვის, რომ დაგვეხმარონ ამ კლინიკური ცდების დაწყებაში. ეს უნდა იყოს ფარმაცევტული კომპანია, ალბათ ისევ, ფარმაცევტული კომპანია უნდა იყოს ეს, ან სახელმწიფო. არა, ფარმაცევტული კომპანია არის, რომელიც ცდილობს, რომ ეს გენური თერაპიის
ერთ-ერთი მიმართული არა, განავითარა. ამ შემთხვევაში დაფინანსება ვინ უნდა გააკეთოს ისევ ფარმაცევტულმა კომპანიამ თუ დაფინანსება უნდა გააკეთოს ან დიდმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, რომელსაც აქვს ეს ფინანსური საშუალება, სახელმწიფო ამას როგორც წესი არ აფინანსებს. ან უნდა მოხდეს რაღაც ძალიან დიდარი ინვესტორის ჩარევა. ხო, კერძო მეცენატის, ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გაიგოს მნიშვნელობა. ხო, ну თავიდან გვეხმარებოდა ერთი ასეთი ჩემი ახლობელი და მეგობარი მეცენატი, ასე ვთქვათ, მაგრამ ეხლა ისეთ დონეზე უკვე მისული, რომ საკმაოდ დიდი კაპიტალი არის საჭირო და ამდენად ვეძებთ ინვესტორებს და ვცდილობთ, რომ ეს ასე ვთქვათ, ხორცი შეესხას ამ ჩვენ შრომას და საკმაოდ დიდი ხანი ჭირდება ამის განვითარებას, სადღაც ალბათ 15-20 წელი და ამაზე ვმუშაობთ ძალიან დიდი ხანია. წარმატებები გისურვებთ ამ მიმართულებით და მოდი ახლა დავიწყოთ, საიდან იწყება ფიქრი გენურ თერაპიაზე. როდის გაჩნდა? მოდი ჯერ ვთქვათ, ბატონო მერაბ, ვთქვათ ეთიოლოგია პათოგენეზი დაავადების, რომ ვიცოდეთ სად ვერევით და რა ნაწილებში და როგორ ხდება ჩარევა იმისაც, რომ ჩვენი მაყურებლებს მართალია ჩვენ გვიყურებს ძალიან სპეციფიური, ასე ვთქვათ, მაყურებელი ყავს პულს და განსაკუთრებით მონაკარს, რომელსაც ესმის და ვთქვათ სიღრმეები იცის, მაგრამ მაინც მე ვფიქრობ, რომ განმარტება გავაკეთოთ ეთიოლოგია პათოგენეზი, აი ამ ვფიქრობ არა მარტო კლინიკური თვალსაზრისით, არამედ სოციალური თვალსაზრისით მძიმე პათოლოგიის, როგორიცაა ეპილეფსია. ეპილეფსია ძალიან რთული დაავადებაა, იმიტომ რომ ეთიოლოგია ძალიან განსხვავებულია. ფაქტიურად დღეს თვლიან, რომ ეპილეფსია ერთი დაავადება არ არის, ეს არის დაავადებების მთელი პლეტორა, რომელიც გაერთიანებულია და ეპილეფსიას უძახიან და ეხლა ცდილობენ რომ ეპილეფსიები დაუძახონ. ინგლისურად epilepsies და არა epilepsy. იქიდან გამომდინარე რომ ეს ეთიოლოგია სრულიად განსხვავებული შეიძლება იყოს. და ამას რაც აერთიანებს, ეს არის ეპილეფსიური გულყრა. კლინიკური გამოვლენა. ანუ ჩვენ ვლაპარაკობთ რომ ის რაც კლინიკა ჩანს და იმას მკურნალო თუ შეანარჩეხოთ ის იღრმეს შეიძლება მოხდეს სხვაგან. იმიტომ რომ ეს არის ერთი ფასადი და უკან იმალება მილიონი მიზეზი, ხო? ეს მიზეზები. ამდენად ეს ამ სირთულეებიდან გამომდინარე მკურნალობაც რთულია, მაგრამ მკურნალობა ძირითადად დამყარებულია იმაზე, რომ როგორღაც ეს ეპილეფსიური გულყრა, ასე ვთქვათ, დავთრგუნოთ. ამის სხვადასხვა პრეპარატები არსებობს დღეს, ძალიან ბევრი სხვათა შორის და საკმაოდ ეფექტურია. მაგრამ მიუხედავად ამისა, დაახლოებით 30-40% პაციენტებისა არ ექვემდებარება ამ მკურნალობის ამ მეთოდს. თუმცა ეს მკურნალობაც არ არის, ფაქტიურად ეს არის კუმჭვების დათრგუნვა. ანუ განკურნება არ ხდება. მხოლოდ დათრგუნვა ხდება კუმჭვების და როგორც კი შეცვლეთ. გადამეტებული აგზნების დათრგუნვა ხდება და ეს აგზნებისა და მოდუნების რაღაც ჰარმონიზაციას უწყობს მხოლოდ ეს პრეპარატები ხელს, ხო ეს არის? მიზეზი საიდანაც მოდის, იქ ამას არ ერევა ეს პრეპარატები. ამას ვერა. ეხლა რაც შეეხება მიზეზს, შეიძლება ორია, ხო ბატონო, როგორც მე მახსოვს, ეს არის ერთი აბსოლუტურად გენეტიკურად განპირობებული, რაც თქვა აი თანდაყოლილი და შეიძლება იყოს შეძენილი შემდეგ უკვე აი მექანიკური დაზიანებებით, ტრაუმული დაზიანებებით, ინფექციური დაზიანებებით და 1000 მიზეზით. ახლა მკურნალობის მიდგომაც ახლა ერთი შეკითხვა რაც მე თქვენთან მქონდა, გენური თერაპიის გამოყენება ხდება ყველა შემთხვევაში თუ მხოლოდ დამემკვიდრებადი, როცა გენეტიკურად განპირობებულია დაავადება, აი ამ შემთხვევაში. მხოლოდ მაშინ? ხო, ეთიოლოგიას რაც შეეხება, ხო შეიძლება გამოწვეული იყოს მექანიკური დაზიანებით, ანუ ტრავმით, შეიძლება გამოწვეული იყოს სიმსივნით, შეიძლება გამოწვეული იყოს ინსულტით, ტვინის ინსულტით, ინფექციით. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ შეიძლება უცნობი იყოს ეს, ანუ იდიოპათიურ ეპილეფსიას რასაც ეძახიან, ანუ უცნობია მიზეზი. შეიძლება გამოწვეული იყოს გენეტიკური ფონით, მაგრამ ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს მონოგენურად, ანუ ერთი გენის მუტაციით. და ეს არის, ასე ვთქვათ, ოჯახური ეპილეფსიები, რომლებიც მერე გადაეცემა მემკვიდრეობით. აქედან გამომდინარე გენური თერაპია თავისი კლასიკურად რომ ვიფიქროთ გენური თერაპია, შეიძლება ესე წარმოვიდგინოთ, რომ აი რაღაც დაზიანებული გენი არის და ამ გენის, ასე ვთქვათ, ჯანსაღი გენით შეცვლა ხდება. გვინდა. მაგრამ ასეთი გენეტიკური ეპილეფსიები ძალიან იშვიათია. უფრო სხვა მიზეზებით გამოწვეული ეპილეფსიებია და ამიტომ გენური თერაპია იქითკენ არის მიმართული, რომ გავაძლიეროთ ის მექანიზმები ტვინში, რომელიც არსებობს უკვე ბუნებრივად, რომ
შეეწინააღმდეგოს ამ მომატებულ აგზნებადობას. ესეთი არის მაგალითად პეპტიდები, ესეთი არის მაგალითად შემაკავებელი ნეიროტრანსმიტორები და ასე შემდეგ. და როგორც ჩანს, ეს მაინც საკმარისი არ არის ორგანიზმის ეს თავისი ბუნებრივი დაცვის მექანიზმი და ამის გაძლიერება თუ მოხდება გენური თერაპიით, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ბუნებრივი, ასე ვთქვათ, პროცესებით აღვადგინოთ ეს ნორმალური ბალანსი აღგზნებასა და შეკავებას შორის, რომელიც ნორმალურ ტვინში არსებობს. და ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით მუშაობთ. არა მარტო ჩვენ არ მუშაობთ თითოეული გენის პათოლოგიური გენის ან მუტირებული გენის აღდგენაზე, არამედ ჩვენ მუშაობთ იმ უბანზე, სადაც აღმოჩნდება ეს კრუნჩხვები, რომ აგზნებადობა დავარეგულიროთ და მივიყვანოთ იმ ნორმალურ დონეზე, რომ აღარ მოხდეს ეპილეფსიური განუხტების წარმოქმნა იმ უბანში. ანუ ეს ლაპარაკი არის უფრო ფოკალურ ეპილეფსიებზე, რომლებიც ერთი და იგივე უბნიდან აღმოცენდება. ეხლა რაც შეეხება გენერალიზებულ ეპილეფსიას, ისეთი კრუნჩხვები და ეპილეფსია არსებობს, რომლებიც იწყება ერთ უბანში და შემდეგ ხდება გენერალიზება. რა თქმა უნდა, ესეც ექვემდებარება კურნალობას, იმიტომ რომ გენური თერაპია მიმართულია სწორედ აი კონკრეტულ ერთ, ასე ვთქვათ, უბანში, სადაც კრუნჩხვები იწყება ხოლმე. დიახ. ძალიან საინტერესოა. ესე იგი, როგორც ახლა მე გავიგე, გისმენთ როგორც სტუდენტი ამ შემთხვევაში, ესე იგი, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეპილეფსია არ არის გენეტიკურად განპირობებული და ლოკალურად, თქვათ, აი ეს აგზნებების ხანგრძლივობა იმატებს, მაშინაც ესე იგი, სადღაც დნმ-ის დონეზე რაღაც ცვლილებებს ადგილი აქვს. რა თქმა უნდა, ცვლილებებს ადგილი აქვს. ცვლილებები ხდება. ამის აი აქედან ამის დაკორექტირებას იწყებთ, ესე იგი, თქვენი მიზანი ესაა, რომ აი შეიძლება ამინომჟავის რაღაც თანმიმდევრობა იყოს შესაძლებელი, თქვათ, რაღაცა შესაყვანი იყოს, თქვათ, ედიტინგი უნდა მოხდეს რაღაცა, თუ აი დაახლოებით ესეთია? დაახლოებით, მაგრამ სულ არა და ახლა შევეცდები რომ ახსნა მაყურებლისთვისაც უფრო შედარებით იოლად გასაგები რომ იყოს. ეს ეპილეპტოგენეზი, ანუ ის პროცესი, რომელსაც მივყავართ ეპილეფსიამდე, ძალიან რთულია. სხვადასხვა ეთიოლოგია შეიძლება არსებობდეს. მაგალითად, ბოჭკოების დამატებითი ზრდა, რომელიც იწვევს აგზნებადობის მომატებას. შეიძლება იყოს ცვლილებები არხებში. მემბრანულ არხებში და რომელიც ზრდის აგზნებადობას. შეიძლება იყოს ანთებითი პროცესები, რომლებიც ხელს უწყობს აგზნებადობის მომატებას. ასევე ინსულტი, სადაც დაზიანება ხდება, იქნება აგზნებადობის მომატება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი ბატონო. ამიტომ თითეული ამ მიზეზის, ასე ვთქვათ, გენური თერაპიით დამიზნება ძალიან ძნელია. ამიტომ ჩვენ უფრო მეორე მხარეს ვცდილობთ რომ დავაკორექტიროთ, ეს არის აგზნებადობის მომატება. მიუხედავად იმისა, რა იყო გამომწვევი მიზეზი ამის, აგზნებადობა გვაქვს მომატებული გარკვეულ უბანში. და ჩვენ ვცდილობთ რომ ამ გენური თერაპიით ისეთი პროდუქტები, ისეთი პროტეინი ან ნეიროპეპტიდი შევიყვანოთ და მისი ექსპრესია მოუმატოთ, რომელიც აგზნებადობას დაარეგულირებს და ნორმალურ დონეზე დააყენებს. ასეთი ნეიროპეპტიდები, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, მაგალითად არის ეგრეთ წოდებული ნეიროპეპტიდ Y. კიდე სხვა ნეიროპეპტიდები არსებობს, რომლებიც ამცირებენ აგზნებადობას. ნეიროპეპტიდებია თუ თქვენ ლაბორატორიულად შეგიძლიათ რომ არა, ეს ბუნებრივი ნეიროპეპტიდებია, რომლებიც არსებობს ტვინში და სწორედ ტვინი ცდილობს ამ ნეიროპეპტიდების საშუალებით თვითონ დაარეგულიროს ეს პროცესი, მაგრამ საკმარისი არ არის. ჩვენ ვცდილობთ რომ გავზარდოთ მათი სინთეზი გენური თერაპიით, რომ დავეხმაროთ ამ ბუნებრივ სისტემას, რომ შედარებით შეამციროს აგზნებადობა ამ უბნებში. და ეს საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა, იმიტომ რომ თვითონ უჯრედს გააჩნია უნარი, რომ მოახდინოს ამის სინთეზი, ტრანსპორტირება, გამოთავისუფლება სინაფსებში და შესაბამისად დაუკავშირდეს იმ რეცეპტორებს, რომელიც ბუნებრივად არსებობს ამ პეპტიდების და პროტეინების მიმართ და ამიტომ ფაქტიურად ბუნებრივი პროცესის გაძლიერება ხდება, რომელიც აკავებს ამ უბანს და არეგულირებს აგზნებადობას. არაჩვეულებრივია, ამდენად ეს პროცესი
ბუნებრივი რახან არის ხანგრძლივად ხდება და ეს ერთჯერადი მკურნალობა იქნება, როდესაც ერთხელ მოხდება ამ გენეტიკური ინფორმაციის გადაცემა ამ უბანში და ის როგორც იქნება ასე ვთქვათ მთელი ცხოვრების მანძილზე, არ ბაცეთ წესით არ უნდა დაჭირდეს რაიმე პრეპარატის მიღება ყოველდღიურად, რაც ახლა ხდება. ეს პრაქტიკულად გამოჯამრთელების ასე ვთქვათ ანალოგიური შეიძლება დავარქოთ, ხო? პრაქტიკულად ჯამრთელი რომ ავთქვათ ხო? პრაქტიკულად ჯამრთელი, დიახ, იმიტომ რომ თუკი ჩვენ ასეთნაირად შევხედავთ აგზნებადობას, რომ რაღაც ზღურბლი არსებობს აგზნებადობის, რომლის გადალახვის შემდეგ იწყება ეპილეფსიური კრუნჩხვა. თუკი ჩვენ აგზნებადობას, რომელიც ბუნებრივად იცვლება და ვარიაბელურია, იმდენად შევამცირებთ, რომ ამ ზღურბლს აღარ მიაღწევს, ფაქტიურად ეს განკურნებული იქნება ამ შემთხვევაში. გენიალურია. ეხლა მთავარი მომენტი, რაც კითხვა მიჩნდება თქვენთან, აი როგორ ხდება აი ამ ნეიროპეპტიდის მიწოდება იმ ლოკალურ ადგილზე, სადაც საჭირო რომ ის მოხდეს. ამისთვის სხვადასხვა მეთოდები არსებობს, მაგრამ ყველაზე უფრო გავრცელებული და ეფექტური მეთოდი ეს არის ვირუსების საშუალებით. ვექტორული. სხვადასხვა ვირუსები არსებობს, რომელიც გამოიყენება, ეს არის მაგალითად ადენოვირუსი, ადენოასოცირებული ვირუსი, ეს არის ლენტივირუსები, ეს არის ჰერპესის ვირუსი და ასე შემდეგ. ყველაზე გავრცელებული არის ადენოასოცირებული ვირუსი, რომელიც არ არის თავისთავად პათოლოგიური და ლენტივირუსი. ჩვენ ხმარობთ ადენოასოცირებულ ვირუსს. მას საკმაოდ კარგი ინფექციის უნარი აქვს და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა მინდა დავუბრუნდეთ თვითონ ვირუსს, იმიტომ ჩვენ ვირუსს კი არ ხმარობთ ფაქტიურად აქტიურ ვირუსს, არამედ ჩვენ ხმარობთ ვირუსულ ვექტორს. და ვექტორსა და ვირუსს შორის ის განსხვავებაა, რომ ვექტორი არის ფაქტიურად ტროის ცხენი. ანუ ინაქტივირებული ვირუსიც არ არის, უფრო ეს მიმყვანია, ასე ვთქვათ? ეს არის, ხო, ვექტორ, რა განსხვავება ვირუსსა და ვექტორს შორის? ვირუსს აქვს თავისი გენეტიკური მასალა, რომელიც ინფექცირების დროს, უჯრედის ინფექცირების დროს შეყავს უჯრედში და ამის საფუძველზე ხდება პროტეინების სინთეზი, რომელიც ვირუსი გამოიყენებს თავისი კაფსიდის შესაქმნელად. დიახ. როდესაც ეს კაფსიდები შეიქმნება, ხდება იმ დნმ-ის ასე ვთქვათ, ჩართვა ამ კაფსიდში და ეს უკვე ვირუსია. ანუ თავის დნმ-ს ამზადებინებს სხვა უჯრედს. თავისივე კაფსიდს და მაგრამ გამოიყენებს სინთეზისთვის უჯრედის მექანიზმს. დიახ, უჯრედის მექანიზმი. ამის შემდეგ ეს უჯრედი თვითონ იღუპება, კლდება და ეს რამდენიმე ვირუსი, ათეულობით, ასეულობით ვირუსი გამოდის გარეთ და ხდება ახალი უჯრედების ინფეცირება და ასე ვრცელდება ვირუსი. დიახ. მაგრამ თუ კი ვირუსს არ აქვს თავისი გენეტიკური ინფორმაცია, თავის კაფსიდს ვერ ქმნის. მაგრამ იყენებს უჯრედის უნარს, რომ და ამ დნმ-ის საშუალებით დაასინთეზოს ის მასალა, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. ანუ თქვენ ატამთ უკვე თქვენ გენეტიკურ მასალას ამ ვირუსს. ანუ ვირუსს შეაქვს უჯრედში ის გენეტიკური მასალა, რაც ჩვენ გვაინტერესებს და არა თავისი. ამიტომ ვეძახით ტროის ცხენს. იმიტომ რომ ფაქტიურად ვიყენებთ ვირუსს, რომ შევიყვანოთ ინფორმაცია უჯრედში ტრანსპორტირებისთვის და ჩვენთვის გამოსაყენებელი ასე ვთქვათ პროტეინის ან პეპტიდის სინთეზი მოხდეს და ამიტომ ქვია ვექტორი. ანუ ეს ფაქტიურად არის მატარებელი რაღაცის, რომელიც თვითონ აქტიურად ვერ მრავლდება. ამდენად უსაფრთხოა. ანუ ეს ახლა რაც თქვენ აღწერეთ, ეს აბსოლუტურად არ ტოვებს კითხვის ნიშნებს, რომ შეიძლება საფრთხე მოიტანოს ორგანიზმისთვის. არა, ნამდვილად ესეა და მით უმეტეს თუ ჩვენ ვაკეთებთ იმ პროტეინების სინთეზს, რომელიც ბუნებრივად არსებობს სხეულში, მაშინ ასე ვთქვათ, იმუნური რეაქციაც არ უნდა მოხდეს. ეხლა როგორც ყველა პროცესი, ეხლა თქვენ ისეთ სიღრმეებში შეერევით, ეს არის ძალიან ღრმა მექანიზმები უჯრედის. აი ვთქვათ რა, ერთი რომ ძალიან წარმატებული უნდა იყოს. აი ხა მად დოზირება როგორ ხდება? აი რა რაოდენობის გენეტიკური მასალა უნდა შეიტანოთ იმისათვის, რომ ვთქვათ, იმაზე მეტად არ დაიდრგუნოს, ვთქვათ, რაც უკვე რისკს შექმნის. ეხლა როგორც ახსნება, ვთქვათ, რისკი ისევეა, ვთქვათ, დადრგუნვა, ხო? რისკი. აი ამ შემთხვევაში როგორ ხდება ხოლმე? აი მაგის ჩვენ ეხლა თერაპიულ ფანჯარას ვაკეთებთ ხოლმე ექიმები სამკურნალო დაბნებს. აი მათ როგორ ხდება ეხლა გენური თერაპიის დროს? აქ შედარებით განსხვავებულია. ანუ ეს კლასიკური ფარმაკოლოგიიდან სრულად განსხვავებულია და ჯერ კიდე მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, დებატი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს პრეკლინიკური ცდები იმისათვის, რომ შევარჩიოთ სასურველი დოზა.
რა თქმა უნდა, ეს ხდება იმის მიხედვით, თუ რამდენი ნაწილაკი, ვირუსის ნაწილაკი, ამ შემთხვევაში ვექტორის ნაწილაკი შეგხვავს დაუშვათ უჯრედების გარკვეულ რაოდენობაზე. და ამის დარეგულირება შეიძლება იმის მიხედვით, როდესაც ხდება ამ ვირუსული ვექტორის ასე ვთქვათ, შექმნა, ხო, სინჯარაში, მისი გაზავება შეიძლება. დიახ. და ამიტომ გაზავებით იწყება შეყვანა ძალიან დაბალი დოზის, შემდეგ ეს დოზა იზრდება, ორმაგდება, სამაგდება და ეს შეყვავს და ამის მიხედვით, ასე იგი, უყურებთ, რომელ დოზას აქვს ეფექტი და თუ კი დოზას ძალიან გავზრდით და კონცენტრაცია მაღალი იქნება, ამან შეიძლება უარყოფითი შედეგიც გამოიღოს და ტოქსიკური იყოს ორგანიზმისთვის. ამიტომ ეს ფანჯარა ძალიან მნიშვნელოვანია. ტოქსიური თუ დამთრქმელი, აი რა. როგორც წესი, აი თვითონ ვირუსის ტოქსიურობა იწყება, იმიტომ რომ იმდენად დიდი რაოდენობის ასე ვთქვათ, ნაწილაკების ინფექცირება ხდება ერთი უჯრედის. დიახ. რომ მთლიანად იკავებს ამ უჯრედის პროტეინების სინთეზის მექანიზმს. დიახ. და ამიტომ უჯრედი თავისივე საჭირო პროტეინების სინთეზს ვეღარ ახერხებს და ეს უჯრედი გაიღუება. ამიტომ ირთვება რაღაც ავტოიმუნური პროცესებით ირთვება რაღაც ცუდი, ხო? სულთად ავტოიმუნური არ არის, მაგრამ ასე ვთქვათ, ეს დნმ, რომელიც ამ პროდუქტის სინთეზს აკეთებს, ამ უჯრედის მექანიზმის ოკუპირებას აკეთებს. უჯრედი თავისივე მასალას ვერ ქმნის. ამიტომ ტოქსიკურია. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ დაადგინო ეს რომელი არის ყველაზე ეფექტური დოზა, მაგრამ ეს არ არის წრფიული დამოკიდებულება, როგორც ფარმაკოლოგიაში ხშირად არის, უფრო არის ექსპონენციალური და ამიტომ ზოგჯერ პატარა ფანჯარა არის, ასე ვთქვათ, ეფექტური დოზის, მაგრამ ეს შესაძლებელია და ხდება. ხდება. ეს იგი ნაბიჯ იწყება როგორც ყველა შემთხვევაში ლაბორატორიული ცდებით ალბათ თქვენი გაკეთებით მას და ცხოველებზე ხდება. და შემდეგ უკვე გადაიცა. არ ცხოველებამდე ხო ჯერ ლაბორატორიაში ამუშავებთ ამ მექანიზმებს რაღაცა. უჯრედულ ცხოველებზე კი ბატონო. მე უკვე მიდის ხო? მე ცხოველებზე და შემდეგ აი რა ეტაპზე ხართ ახლა ამ მიმართულებით? გაიარა ცხოველებთან? ჩვენი კვლევა ჯერჯერობით ადამიანებში არ ხდება, მაგრამ არსებობს უკვე კვლევები ვირუსული ვექტორებით, რომლებიც ადამიანებში ხდება. ეს რეალურია, არ არის ასე ვთქვათ, სამომავლო ამბავი. ეს ძალიან რეალური და ხო, ეს ეპილეფსიაშიც არის დაწყებული უკვე. და სხვადასხვა დაავადებები, ნეიროკუნთოვანი დაავადებებში არის ეს და ეხლა ნეიროდეგენერაციული დაავადებები წამოვიდა წინა პლანზე, იმიტომ რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდამ გამოიწვია, რომ უცებ გაჩნდა პათოლოგები, რომლის ეს ეთიოლოგია, პათოგენეზი და ეს ღრმა მექანიზმები არც კი არის ექიმებისთვის ცნობილი ბოლომდე და მით უმეტეს მკურნალობა არ არის ამისი. აი ამ მიმართულებითაც შესაძლებელია, რომ იგივე ვთქვათ მიდგომები გამოყენებული იქნეს ალბათ არა? რა თქმა უნდა, არის ისეთი ფაქტორები, ნეიროდეგენერაციული დაავადებების დროს ხდება უჯრედების გადაგვარება და დაუპვა. დიახ. მაგრამ არსებობს ტროფული ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნებას. და თუ კი ჩვენ ამ ტროფიკულ ფაქტორების რაოდენობას გავზრდით ვირუსული ვექტორებით, ანუ გენური თერაპიით, ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს, რომ შეანელოს ან შეიძლება შეაჩეროს ნეიროდეგენერაციული დაავადებები. გარდა ამისა ხდება როგორც იცით, ღეროვანი უჯრედების გახსნა. ხო, აი ეს საინტერესო ღეროვანი. სხვა შორის იქ და რომ დავამთავროთ ეს ეპილეფსიის ვექტორული მკურნალობაზე ინტეგრირება და ექსპანსია როგორ ხდება ეს მაინტერესებდა ვირუსებთან დაკავშირებით ეს მნიშვნელოვანია. იმის მიხედვით თუ რა ვირუსული ვექტორი გამოიყენება, ზოგიერთი ვირუსი არის, რომელიც იწვევს თავისი მასალის, გენეტიკური მასალის ინტეგრირებას გენომში და ეს გარკვეულ რისკთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, იმიტომ რომ თუ კი ინტეგრირება მოხდება რაიმე აქტიურ გენში, ხომ, იმ გენის ფუნქციას დაარღვევს. და არის ვირუსები, რომლებიც ინტეგრაცია არ ხდება და ეს ციტოპლაზმაში არის დნმ და რომლის საფუძველზეც შემდეგ ხდება პროტეინების სინთეზი. ეს ადენოასოციირებული ვირუსი არაინტეგრირებადია. ანუ ეს ციტოპლაზმაშია და ამდენად რისკი იმისა, რომ რაღაც გენეტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს, ძალიან დაბალია. ლენტივირუსი ინტეგრირება ხდება და გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამის ლენტივირუსი მეგონი უფრო ნაკლები ვირულენტობა აქვს ვიდრე ადენოვირუსი, მაგრამ მაგრამ ეს რისკი არსებობს და მაგრამ არსებობს ახლა ესეთი ლენტივირუსები, რომლებიც ინტეგრირება არ ხდება, მაგრამ ასევე შეიძლება გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, დაუმიზნოთ იმ უბნებში, რომლებიც არ არის მნიშვნელოვანი გენეტიკური თვალსაზრისით და იქ მოხდეს ინტეგრირება, მაგალითად ისევ CRISPR მეთოდოლოგიით და ასე შემდეგ.
როგორც მოგახსენეთ, ჩვენ არაინტეგრირებად ვირუსებს ხმარობთ, იმიტომ მაინც ნაკლები რისკი არის. ბატონო, არსებობს აი ამ მკურნალ CRISPR-თან ბევრი კითხვის ნიშანი არაჩვეულებრივია. ხა ჩემთვის CRISPR იყო, ასე ვთქვათ, რომ უვისმენდი რაღაც არარეალურად სიღრმისეული ცვლილებების რაღაც უნიკალური საშუალება თან უმძიმესი პათოლოგიები შევა მოხსნა ნამდვილად ემბრიონის დონეზე, მაგრამ მეორეს მხრივ აი სულ ვფიქრობ, აი თქვენ შემთხვევაშიც გენის ჩართვა გამორთვის აი ეს გაუთვალისწინებელი შემთხვევები შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ ხანდახან არის ხოლმე გამორთული პათოგენური გენები და უცებ აი ხედავთ რომ აი ამათ ჩარევების შემდეგ იწყება რაღაცა უჩვეულოდ აი არასაჭირო გენების ჩართვა. არსებობს ამის საშუალება თქვენ შემთხვევაშიც? რა თქმა უნდა, ბიოლოგია ისეთი რამ არის, რომ გამორიცხული არაფერი არ არის. ვერაფერს წინასწარ ბოლომდე ვერ გასწავლთ. ეს ყოველთვის კი ბიოლოგია არის ალბათური მეცნიერება. ანუ ჩვენ ყოველთვის რაღაც შედეგი რომ გვაქვს, ეს არის 95% ან მეტი. ანუ არსებობს ყოველთვის 1-2%, რომელიც არ ხო, ნუ ხეს როცა სარგებელი ჭარბობს, არაფრის გამორიცხვა თეორიულად არ შეიძლება. არსებობს, რა თქმა უნდა, იმის რისკი და ეს უნდა შემოწმდეს, რომ არ მოხდეს რაღაც off target, ანუ მიზნის გარეშე რაღაცნაირი, ასე ვთქვათ, მოხვედრა. და ეს თუ არ გაკეთდა, რა თქმა უნდა, არასდროს არ არის ლაპარაკი ადამიანებზე გამოყენებაზე. ეს უნდა მოხდეს მეცნიერულად, უნდა დასაბუთდეს, რომ ეს off target ეფექტი რაც შეიძლება მინიმალური უნდა იყოს. ყველანაირ მკურნალობას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი და ეს უნდა მოხდეს ყოველთვის მკურნალობის დაწყებამდე შეფასება. რა არის რისკი? დიახ. და რა არის სარგებელი? Risk and benefit. ეს დაავადებასაც გააჩნია, ხო? თუ არის ეს სასიკვდილო დაავადება, რა თქმა უნდა, მიდიხარ. მაშინ უფრო მეტი რისკზე მიდიხარ იმისათვის, რომ გადაარჩინო ადამიანი. თუ ნაკლებია, უფრო ნაკლები რისკი და ასე შემდეგ. ყველა მკურნალობას აქვს თავისი რისკი და თავისი სასარგებლო. ასევე გენურ თერაპიას. მაგრამ თუ ეს არ არის დამტკიცებული, ეს კვლევები არ არის დამტკიცებული ისეთი რეგულატორული ორგანოებით, როგორც არის მაგალითად FDA, როგორც არის EMA ევროპაში და ასევე ყველა ნაციონალური ორგანიზაციები, რომლებიც ამ კონტროლს ახორციელებენ და მათი პირობები არ არის დაკმაყოფილებული უსაფრთხოების. რა თქმა უნდა, ეს გამორიცხულია, რომ ამის უფლებას არავინ არ მისცემს, რომ ეს გაკეთდეს ადამიანებს. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო თემა. აი არაჩვეულებრივად საინტერესო. მე ნამდვილად არ ვიცოდი. ახლა პირველად ვისმე თქვენ და გაუცებული ვარ. მე მეგონა რომ გაცლებთ რომ მეტი რისკი შემცველი რაღაცები იყო, მაგრამ ახლა ძალიან ბევრი რამეა. ერთ-ერთი რის მეშინია ხოლმე თქვა აი ამ ტიპის ესეთი სიღრმისეული ჩარევების დროს ინდივიდუალიზმი თვითონ ადამიანის არც ერთი ერთმანეთს რო არ გავს და ბოლომდე საბოლოო ჯამში არ იცი. ახლა მე გინეკოლოგი გახლავართ, აი ერთი და იგივე გენეტიკური მასალის, თქვათ, ორი ტყუპი, თქვათ, აი იგივე სხვადასხვა გარემოში როცა ვითარდება, ისინიც კი ერთმანეთს არ გავს და აი იმის ორგანიზმი იდენტურად არ ფუნქციონირებს და აი ესეთი სიმებში ჩარევის დროს ალბათ ძალიან დიდი დრო ჭირდება იმას, რომ მიაგნო მაინც რაღაცა იცოდე რომ ეს ბენეფიტი გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე თქვათ ის რაღაც რისკები რაც არსებობს. ასია ყველაფერში და ალბათ აქაც და გენიალური ამბავია. შემდეგი რაც მე მინდოდა თქვენთვის მეკითხა, მოდი ღეროვან უჯრედებზე როგორც გეთქვამ, ძალიან აი ვიცი რომ იქაც არის ძალიან დიდი, ვთქვათ, წარმატების, ვთქვათ, შანსები მკურნალობაში. აი იქ რა ხდება? ჩვენ კვლევაში ვიყენებთ ღეროვან უჯრედებს და კვლევებიც არის გამოქვეყნებული ჩვენი ლაბორატორიიდან. ჩვენ რაც გამოვიყენეთ, ეს არის ადამიანის ღეროვანი უჯრედების ფაქტურად კომერციულად შესაძლებელი ხაზები. დიახ. ეს არის ემბრიონალური ღეროვანი უჯრედების გამოყვანილი ხაზები. შეგიძლიათ ფაქტურად შეუკვეთოთ და შეიძინოთ. მაგრამ ღეროვანი უჯრედების საინტერესო მომენტი ის არის, რომ მათი განვითარება შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით მოხდეს. იქიდან შეიძლება განავითარო ღვიძლის უჯრედი, დაუშვათ თირკმლის უჯრედი, ნეირონი, ტვინის უჯრედი, ტვინის უჯრედების სხვადასხვა ტიპები, მაგალითად გლიური უჯრედი, ან შემაკავებელი ნეირონი, ინტერნეირონი, რომელსაც ქვია, რომელიც ასე ვთქვათ, შემაკავებელ პროცესებს აძლიერებს და ამაგზნებელი ნეირონი და ასე შემდეგ.
ეს ხდება გენეტიკურად, ანუ ეს ხაზი შემდეგ ხდება იგივე ვირუსების საშუალებით, ვირუსული ვექტორების საშუალებით, გენების ინტეგრირება. ეგ მინდოდა მეკითხა და ეს უჯრედი შემდეგ ვითარდება იმ მიმართულებით, რომლებიც განსაზღვრულია ამ გენეტიკური ინფორმაციის შეყვანით. ჩვენ მოვახერხეთ, რომ ამ ხაზიდან გამოგვეყვანა ეგრეთ წოდებული შემაკავებელი ინტერნეირონები, რომლებიც ძალიან ბევრი არის ტვინში და სწორედ ამ ბალანსს, ესე იგი, ესენი არეგულირებენ აგზნებადობის და შეკავების ბალანსს. და რა თქმა უნდა, თუ კი გარკვეულ უბანში აგზნებადობა მომატებულია, ეს ნიშნავს, რომ თუ კი ჩვენ გადავნერგავთ ისეთ ღეროვან უჯრედებს, რომლებიც შემაკავებელ უჯრედებად ვითარდება და აკავებენ ამ ამაგზნებელ უჯრედებს, ანუ ეს ბალანსი აღდგება. და სწორედ ამ მიმართულებით ქონდა ჩვენ კვლევები, ეს ვირთაგვებზე არის გაკეთებული და ვაჩვენეთ, რომ ასეთი ღეროვანი უჯრედების გადანერგვით ისევ ფოკალურ ეპილეფსიაზე არის საუბარი, ჩვენ შეგვიძლია ან გავაქროთ, ან ძალიან ძლიერად შევამციროთ სპონტანური, ასე ვთქვათ, კრუნჩხვების წარმოქმნა ცხოველებში, ისევ როგორც ადამიანებში ხდება ეს. ამიტომ ეს მიმართულება ღეროვანი უჯრედები ძალიან პერსპექტიულია, იმიტომ რომ ამ უჯრედების შემდეგ მართვაც შეიძლება, იგივე ოპტოგენეტიკით, ან ქემოგენეტიკური ჩარევით და ეს კიდევ სხვა დონეა, ასე ვთქვათ, ამ მიმართულების და საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა. და საინტერესოა, რომ კალიფორნიაში ამჟამად ასეთივე ხაზებიდან გამოყვანილი შემაკავებელი ინტერნეირონების გადანერგვა უკვე ადამიანებში არის და დაახლოებით 4 თუ 5 პაციენტი უკვე გადანერგეს და როგორც ჩანს, ესე იგი კვლევა არ არის დამთავრებული, მაგრამ როგორც ჩანს, წინასწარი მონაცემებით საკმაოდ დადებითი შედეგები არის ამ ადამიანებში. ეს არის ის პაციენტები, რომლებიც არ ექვემდებარებიან მედიკამენტურ მკურნალობას, რომელსაც ფოკალური ეპილეფსია აქვთ ისევ და ისევ ტემპორალურ წილში, ჰიპოკამპში და იქ ხდება გადანერგვა შემაკავებელი უჯრედების და ასე ვთქვათ, ფრთხილი ოპტიმიზმით შეიძლება ითქვას, რომ ამ პაციენტებში ჯერჯერობით დადებითი შედეგებია მიღებული. ამდენად ეს ორივე გენური თერაპია და ღეროვანი უჯრედების თერაპია საკმაოდ აქტუალური არის, რა თქმა უნდა, სხვა დაავადებებშიც, მაგრამ ეპილეფსიაშიც. გენიალური ამბავია, ეს ძალიან უბრალოდ აი ჰიპოკამპი ძალიან დაჭირდებათ ამას, რა ქვია, მე ხარ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო მონაცემები, თუმცა მე გავეცანით ამდენიმე წლის უკან იყო, ეს 2-3 წლის უკან ალბათ. ესე იგი რამხელა ზეგავლენას ახდენს, ეხლა მე არც კი ვიცოდი, ეს პირჩემს აღმოჩენა იყო, იმიტომ რომ აი ნარკოტიკული ნივთიერებების ზეგავლენა განსაკუთრებით ნაყოფის განვითარებაზე მაინტერესებდა ერთი პერიოდი, სულ მაინტერესებს ახლა აქაც, იმიტომ რომ ჩვენთან ხო ესეა არ არის, პრობლემა არ აქვს ჩვენ. მთელ სოფლიოში მკურნალობენ ორსულებს, რომლებიც დამოკიდებულია ნარკოტიკებზე და შემდეგ ბავშვთაც და ჩვენ სტატისტიკა ვერ მოვიპოვეთ უბრალოდ ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე, ვერ მოვძებნე ფორმა, რომ როგორ შეიძლება რომ მიაგნო ამ ინფორმაციას ისე რომ თან ადამიანს რაღაცა უხერხულში არ ჩააყენო, მაგრამ ფაქტი არის. ახლა ამერიკელებს აქვთ ეს ღია ინფორმაცია, რომ ესე იგი საკმარისია წეველი მეუღლე ყავდეს, ვთქვათ, ელემენტარულად მარიხუანის, რომ ჰიპოკამპის განვითარება არ ხდება ბავშვში მუცლადყოფნის პერიოდში, წარმოიდგინე, თუ სუნთქავს დედა და ძალიან ბევრი ბავშვი დაიბადა, ესე იგი, ან ძალიან სუსტად განვითარებული, ან საერთოდ არ განვითარებული ჰიპოკამპით, რაც პირდაპირ ქცევების და ადამიანის ღირსებას ეს განსაზღვრავს, დასწავლა, ლოგიკური ქმედება, ქცევა, განვითარება, ყველაფერი ამაზე დამოკიდებული და ამბობენ, რომ ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ თქვათ ჰიპოკამპით, თუ ისინი მწვავე მშობლების სახლში იზრდებიან, იმათაც უზიანდებათ. ამიტომ არა მარტო ეპილეფსია, არამედ მთელი რიგი სოციალური პრობლემები შეიძლება იყოს დამოკიდებული და თუ ესეთი ტიპის ჩარევა შესაძლოა ბავშვმა რა დააშავა, იმას ხო არ უნდა იქ მოხვედრილიყო იმ გარემოში და მე ვფიქრობ, რომ აი ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ თქვათ ამ ბავშვებს დავეხმაროთ. ძალიან საინტერესო ამბავია. მე ღეროვან უჯრედებთან დაკავშირებით სულ მაქვს ხოლმე შიში რისიც, აი აი როცა ირთვება ვთქვათ მისი მოქმედების მექანიზმი ვთქვათ აი მისი შეჩერება რაღაცა დონეზე ვთქვათ აი მე მეშინი არის აი როცა შენ ორგანიზმში რაღაც კარგს ნერგავან
გნებავთ ვექტორულად შეგყავთ, გნებავთ ის. აი სულ სად არის ის ზღვარი, რომ უნდა გაჩერდეს აი ეს მოქმედების მექანიზმი, რომ აი დადგეს ნორმაზე და აი ეს კითხვის ნიშანი ყოველთვის მიჩნდება ხოლმე. ხო, რა თქმა უნდა, ეს მართებული შეკითხვაა და პირველ რიგში თვითონ მკვლევარების ვამინამ შეკითხვას, ხო, როგორ უნდა მოხდეს, დაუშვათ თუ კი რაღაც არასასურველი შედეგი გამოიღო ამ ტრანსპლანტაციამ, ხო, როგორ შეიძლება ამის შეჩერება. რაც შეეხება ეპილეფსიის შემთხვევაში, ის პაციენტები, რომლებიც ღებულობენ ამ მკურნალობას დღეს, ესენი არიან ის პაციენტები, რომელთაც გეგმავდნენ, სანამ გადაუნერგავდნენ, ოპერატიულად ამოეღოთ ის უბანი. ანუ ეს ეპილეფსიის ქირურგია, ალბათ თქვენს გაგიგიათ, რომ თუ კი ეს არის ფოკალური, შეიძლება ამის მოშორება ოპერატიულად და ეს საკმაოდ ეფექტურია, იმიტომ რომ ის ფოკუსის მოშორება ხდება, ასე ვთქვათ. სწორედ პირველი ცდები ასეთი ტარდება ამ პაციენტებზე, რომლებიც დაგეგმილია ოპერაციისთვის და მათ თავაზობენ. შეგვიძლია გავაგრძელოთ და ამოვიღოთ ეს უბანი, მაგრამ შეგვიძლია გადავნერგოთ ან გენური თერაპია ჩაგიტაროთ, რაც ნაკლებად ინვაზიურია, ანუ მარტო შეყვანა ხდება რაღაცის, ხო? ან ღეროვანი უჯრედები გადაგინერგოთ. თუ ამან არ იმუშავა, მაინც გაქვთ საშუალება, რომ შემდეგ ოპერაცია გაკეთდეს. აი ეს არის დაცვა. თუ იმუშავა, რა თქმა უნდა, აღარ გაკეთდება ოპერაცია. ეხლა რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, ხო, დაუშვათ დეგენერაციული დაავადებების დროს, ხო? იქ რა თქმა უნდა ეს ოპერაცია არ იგეგმება და ამიტომ შედარებით იქ პროგრესირებს ამაგიეროთ. დაცვითი მექანიზმი არსებობს, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, შეიძლება უჯრედებში ისეთი გენეტიკური ეს გენების ექსპრესია დაუშვათ, ხო, მარეგულირებადი იყოს, ანუ გარეგანი ფაქტორებით იგივე ანტიბიოტიკების მიღებით შეიძლება ან შეჩერდეს, ან გააქტიურდეს. ანუ მხოლოდ მაშინ არის ის უჯრედები აქტიური, როდესაც რაღაც ანტიბიოტიკს იღებ, ან პირიქით შეაჩერებ, როდესაც ამ ანტიბიოტიკს მიიღებ. ამიტომ ამის საშუალებაც არის. კიდევ ასევე შეიძლება ჩადებული იქნას ამ უჯრედებში ეგრეთ წოდებული თვითმკვლელობის მექანიზმი, რომლის გააქტიურება გარეგანი ფაქტორით შეიძლება მოხდეს და თუ კი ეს არის უკვე იწყება გარედან ზემოქმედება ამაზე. დაუშვათ იგივე ანტიბიოტიკით ან სხვა პრეპარატით ხდება ამ უჯრედების. რატომ მაინც ანტიბიოტიკით ბატონო მე რა? ნუ ეს ერთ-ერთი მეთოდი. ერთად შემუშავებული და გასაგებ. ასე ვთქვათ, სპეციფიკური ანტიბიოტიკი, რომელიც უკავშირდება ამ გენების ასე ვთქვათ, მასენ გამააქტიურებელ უბანს. ამ პირიქით შემაკავებულ უბანს და ამდენად ეს გამოიყენება, თორე მოუჩიაბად სხვა ნივთიერებებიც იქნება. ხო, იმიტომ რომ ანტიბიოტიკის თავისი გვერდითი ეფექტები აქვს კიდე რაღაც დამატებითი, ხო? ერთი შეკითხვა ბოლო ძალიან დაგხალეთ, ტექნიკურად როგორ ხდება? აი ეს ძალიან საინტერესოა ეს ვექტორების შეყვანაც და თქვათ ეს მივხვდი რომ ესე იგი ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ხდება. აი როგორ ხდება ტექნიკურად აი ტექნიკურად ეს ხდება ეგრეთ წოდებული სტერეოტაქსული აპარატით. ანუ ეს არის სტერეოტაქსული ჩარჩო, რომელიც აფიქსირებს თავის ქალას, თუ თქვენ ვსაუბრობთ. დიახ. შემდეგ ხდება კოორდინატების დადგენა. რა თქმა უნდა, ყველა თავისი კოორდინატები აქვს სამ განზომილებაში. კი ბატონო. და ამის მიხედვით, ესე იგი გარეგანი წერტილების დადგენით ხდება ამ კოორდინატების დადგენა და შემდეგ ხდება თავის ქალის გაბურღვა ელემენტარულად და კათეტერი ან ნემსი რო წარმოვიდგინოთ და ლოკალურად შეტავთ და შემდეგ ამ უჯრედების ან ვექტორის ელემენტარულად შეყვანა ინექციასავით ინექციასავით უბანში და ეს მანდამაინც დიდი ტრაუმული არ არის ტრაუმული არ არის და გავრცელებას მანდამაინც არ ხდება ლოკალურად ხდება ეს ყველაფერი და სწორედ იმ უბანზე რომელიც ასე ვთქვათ იწვევს ამ კონტროლს ან თან ალბათ მიდის конტროლით რომ სისხლძარღვების და ან ლიმფის ან რაღაც მოძრაობაში არ მოხდეს ხო ეს ვირუსები ალბათ კონტროლის ქვეშ მოხდეს ხო გეწავა სხვაგან დიახ და ეს ხდება ხშირ შემთხვევაში და როგორც წესი ახლა მაგითი აკეთებენ განსაკუთრებით პაციენტებზე MRI-ის საშუალებით. ანუ პროულად მიმდინარეობს MRI და ყველა ხედავს სად არის ეს
ნემსი, ასე ვთქვათ, თუ კათეტერი და როგორ გამოდის ეს ნივთიერებას ყველაფერი ჩანს და ასე ვთქვათ, ვიზუალური კონტროლის ქვეშ ხდება. ძალიან დიდი მადლობა. ჩემი მომდევნო კითხვა ისე დაგბერდით რომ აღარ მეტყვი ძალიან გავაგრძე, მაგრამ დაგხალეთ მე მგონი უკვე, მაგრამ ძალიან საინტერესოა ჩემთვის ახლა თქვენ თანეთ მომაკვდინებელი დაავადების დროს განსაკუთრებით უნდა წახვიდე ალბათ რაღაცა ამ ტიპის მიდგომებთან ეს არის სიმსივნეები. აი არის თუ არა ცდები და მუშაობენ თუ არა ამ მიმართულებით, რომ მე ხშირად ვამბობ ხოლმე რომ ეხლა კრისპერი არ ეძლევა იმის საშუალებას, ხო, თქვა თუ მე მქონდა ამ თემაზე გადაცემა და ვსვავდი ამ შეკითხვებს. აი როდესაც ხდება ამოსახსვრა ბოლომდე სიმსივნის და ეს თქვა აი მიმდებარე ტერიტორიაც მაქსიმალურად და რჩება მხოლოდ რაღაც აი თვალით უხილავი, რაღაც დაზიანებული უჯრედი, რომელშიც ჯერ კიდე არსებობს შანსი იმისი, რომ ისევ გენერალიზდეს ხელახლა ეს სიმსივნე. აი ამ დარჩენილი უჯრედების, იმიტომ რომ ბევრისთვის ალბათ შეუძლებელი იქნება ან თუმცა კი ამ შემთხვევაში შესაძლებელია მთლიანად სიმსივნური კერაც იყოს რაღაც აი ამ ზემოქმედების ნაწილი. არის თუ არა მცდელობა ან მუშაობს თუ არა მეცნიერების გარკვეული ჯგუფი აი ამ მეთოდოლოგიის გამოყენებაზე სიმსივნეების დროს. რა თქმა უნდა, ეს კვლევის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, სფერო და უბანია და ამაზე დიდი კვლევები მიმდინარეობს. ჩემი სფერო არ არის, მაგრამ როგორც მე ვიცი, უფრო იმუნური მიდგომებით ხდება ამ უჯრედების აღმოჩენა და დაზიანება. მაგრამ ამას, რა თქმა უნდა, აკეთებენ გენური თერაპიის საშუალებითაც. და ეს კვლევები ჩემის აზრით საკმაოდ პერსპექტიული უნდა იყოს მომავალში, იმიტომ რომ ამ კაფსიდების მოდიფიცირება შეიძლება მოხდეს ისეთნაირად, რომ როდესაც ინფექცია ხდება უჯრედის, ეს კაფსიდი უკავშირდება რაღაც რეცეპტორს უჯრედის მემბრანაზე. და ეს რეცეპტორები შეიძლება სპეციფიური იყოს სპეციფიური უჯრედებისათვის. მაგალითად, არსებობს სპეციფიური კაფსიდები, რომლებსაც ახლა ასინთეზირებენ და აკეთებენ ამ ვექტორებს, რომლებიც მხოლოდ იმ უჯრედებს უკავშირდებიან და ინფექციას უკეთებენ, რომლებსაც ეს რეცეპტორი აქვს და არა სხვას. ამდენად შეიძლება და აბსოლუტურად რეალურიც არის, რომ ამ სიმსივნური უჯრედების სპეციფიურ რეცეპტორებზე მოხდეს მხოლოდ კაფსიდების გამო დაკავშირება და მათი, ასე ვთქვათ, მიზანში ამოღება, ასე რომ ვთქვათ, სპეციფიურად. დიახ. ამდენად მაგ მიმართულებითაც საკმაოდ პერსპექტიულია ეს მიმართულება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუდიაში სტუმრობისთვის. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, მინდა გითხრათ, იყო აი არჩევრად საინტერესო და აი ეს კითხვის ნიშნები რაც მე მქონდა, საკუთარ მე ამას თვალყურშორიდან ვადევნებდი და ვიყავი საქმის სკოლაში რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიდიოდა, მაგრამ უშუალოდ თქვენგან ძალიან ბევრი ჩემთვის საინტერესო პასუხი მივიღე, იმიტომ რომ ძალიან დიდი სიფრთხილით უყურებ ხოლმე ყველა ამ აქტივობას, უფრო მარტივსაც გეტყვით, რაღაც ქცევის ნაწილში რო ერევი ხანდახან ის არ გამოდის ისეთი სწორი როგორც გინდა და აქედან გამომდინარე, ესე იგი ძალიან რთულია ადამიანის ორგანიზმში ჩაერევა ესეთ სიღრმეებზე. მე მინდა გისურვოთ ძალიან დიდი წარმატება, ჯანმრთელობა, ძალიან დიდხან სიცოცხლე, იმიტომ რომ თქვენი ტიპის ადამიანები და აი ამ გამოცდილების და ცოდნის ადამიანები უნდა იყოს ძალიან დიდხანს და ადამიანების საკეთილდღეოდ ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთონ და იმას კიდევ ვიტოვებ თქვენის დაწყებული გახდოს ქართულ სტუდენტებს იქაც და აქაც მაქსიმალურად ხელს შეუწყობთ, იმიტომ რომ სულ ვამბობ, რომ ქართველები ძალიან ჭკვიანი ხალხია და მათი გამოყენება უნდა მოხდეს მათი თქო ინტელექტუალური განვითარების საშუალება უნდა არსებობდეს, რომ ეს აქაც მინდა ძალიან რომ მეცნიერება იყოს ხელშეწყობილი მაქსიმალურად, რომ არსად არ გაიქცნენ და აქ იმუშაონ თავის ქვეყანაში. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მე ვიცი რომ თქვენ ახლა ძალიან სამწუხარო მიზნით იყავით ჩამოსული, მაგრამ ბედნიერია დედა თქვენ, იმიტომ რომ თქვენ უწარმოებელი შვილები ყავს და მინდა ყველაფერს საუკეთესო გისურვოთ. დიდი მადლობა მოწვევისათვის, ჩემთვის დიდი პატივი იყო, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს თქვენი არხი საკმაოდ პოპულარულია. დიდი მადლობა და ასევე უსურვებ ამ არხს წარმატებებს. ძალიან დიდი მადლობა. მე იმეც ვიტოვებ, რომ თუ თქვენ გექნებათ, მე დიდ პატივად, ნამდვილად დიდი პატივია ჩემთვის, რომ თქვენ დღეს აქ ხართ, ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივი. და თუ თქვენ ჩათვლით, რომ ქართულ საზოგადოებას, კოლეგებს, მე კოლეგებს ვეძახი, ექიმებსაც და ბიოლოგებს, თუ ჩვენ საბუნებისმეტყველო ნაწილი ვართ მეცნიერების და ყველა თან ესეთ თუ შეთანხმებულად არ ვიმუშავებთ, ძალიან გაგვიჭირდება ერთმანეთის გარეშე, იმიტომ რომ ექიმებს შეუძლებელია კონდიციის სიღრმისეული ცოდნა, რაც თქვენ გაქვთ ადამიანის ნიუანსებში და ასევე შეუძლებელია თქვა ექიმა რაც იცის, ყველა ბიოლოგმა და ჩვენ ერთობლივი მუშაობთ რაღაც
ჰარმონიულად და სინქრონულად უნდა მუშაოთ არა შეჯიბრის რეჟიმში, არამედ უნდა ეს აუცილებელია. ეს აუცილებელია. თუ თქვენ ჩათვლით საჭიროდ რომ იქნება რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე, ან თქვენ თუ მიგაჩნიათ რომ აი ამ თემის გარდა კიდევ შეიძლება ჩვენ რამე გავაშვიკოთ, მე ყოველთვის გელით თქვენ, იქნება ჩემთვის ძალიან სასიხარულო გადაცემის ჩაწერა და ყველა საუკეთესოს გისურვებთ. ჩვენ გვაქვს საინტერესო შედეგები და თუ კი დავადასტურებთ ამ საინტერესო შედეგებს გზადაგზა, აი რასაც გადავინაცვლებთ წინაბიჯი, ჩვენ შეგვიძლია პერიოდულად გავაშვიკოთ, მე ძალიან გამეხარდება. ძალიან დიდი მადლობა. მე კი დავემშვიდობები ჩვენს ტელემაყურებელს, მე ვფიქრობ, თქვენ ერთი უნიკალური ადამიანი გაგაცანით საოცარი ინფორმაციით, იმეც ვიტოვებ პულსის მაყურებლისთვის ეს იქნება ძალიან გასაგები ინფორმაცია, იფიქრეთ და გამოიყენეთ პირად პრაქტიკაში. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.